გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის 1 კვირა არის გადაუღებლად წვიმს და ჩემი დაკვეთებიც ერთმანეთის მიყოლებით გაურკვეველი ვადით პაუზდება და თავისუფალი დრო მაქვს, გადავწყვიტე გამეკეთებინა ინფორმაციული ვიდეო და თქვენთვის გამეცნო გასულ საუკუნეებში მოღვაწე ლანდშაფტის არქიტექტორები და ახლა გაგაცნობთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ლანდშაფტის არქიტექტორს ფრედერიკ ლოუ ოლმსტედს. ეს არის ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი, რომელიც ითვლება ამერიკული ლანდშაფტის არქიტექტურის მამად და მისი ზოგიერთი და ყველაზე ცნობილი ნამუშევარი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს მნახველებში. მის მიერ შექმნილი ასობით პროექტიდან და გამორჩეული და ცნობილი არის ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი და ასევე ნიუ-იორკის პროსპექტ პარკი, ასევე კაპიტოლიუმის ბაღები და ბილტმორის ამუზარმაზარი ქსელის კერძო ბაღები და სხვა კიდევ უამრავი პარკი. მას სჯეროდა, რომ ლანდშაფტის არქიტექტურის მიზანი იყო ადამიანის ემოციებზე ზემოქმედება. ოლმსტედი იყო სხვადასხვა პირველი, რომელმაც ლანდშაფტის არქიტექტორი როგორც პროფესიული წოდება ისე გამოიყენა. ის თვლიდა, რომ ლანდშაფტის არქიტექტურა გაცილებით მეტი იყო ვიდრე უბრალოდ პროფესია. ოლმსტედი დაიბადა 1822 წლის 26 აპრილს კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ჰარტფორდში, წარმატებული ვაჭრის ოჯახში. მამამისს ძალიან უყვარდა მოგზაურობა და პატარა ფრედერიკის ხშირად დაჰყავდა მოგზაურობებში და სწორედ აქედან შეუყვარდა მასაც მოგზაურობა, რის დროსაც მის ყურადღებას იპყრობდა და ხშირად დაკვირდებოდა გარემოსთან განსხვავებულ პეიზაჟებს, რომელიც მოგზაურობის დროს ხშირად იცვლებოდა და ერთმანეთს ენაცვლებოდა და სავარაუდოდ ამან გამოიწვია მისი დაინტერესება ლანდშაფტის არქიტექტურით, რადგან მას გარდა ამ პროფესიისა კიდევ ჰქონდა რამდენიმე პროფესიაც. ოლმსტედს სჯეროდა, რომ ბუნება ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელი ელემენტია, ამიტომ მისი სურვილი იყო, რომ პარკები და ბაღები ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე კლასობრივი განსხვავებების გარეშე. მისთვის პარკი არ იყო უბრალოდ რაღაცა ლამაზი ადგილი, არამედ ის უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი სივრცე, სადაც ადამიანები თანასწორ გარემოში თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობდნენ. ოლმსტედი მკაფიოდ ანიჭებდა უპირატესობას ბუნებრივ სტილს ტოპიარულთან შედარებით, რადგან მას სჯეროდა, რომ ბუნებრივი ფორმები, რბილი კონტურები, მოხრილი ბილიკები და ბალახით დაფარული ტერიტორიები ადამიანში სულიერ სიმშვიდეს აღვივებდა. ეს კი არის მკვეთრად განსხვავებული სტილი და საპირისპირო სტილი იმ მკაცრი, სიმეტრიული და კონტროლირებულ ფორმებთან, რაც ტოპიარულ ბაღებს ახასიათებთ. ოლმსტედი თვლიდა, რომ ქალაქის მოსახლეობას სჭირდებოდა ბუნებრივთან კონტაქტი, როგორც თავშესაფარი ინდუსტრიული ურბანული გარემოდან გასაქცევად. ფრედერიკ ლოუ ოლმსტედი გარდაიცვალა 1903 წლის 28 აგვისტოს და დაკრძალულია მშობლიურ ჰარტფორდში ოჯახის წევრებთან ერთად. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ვიდეო და დასასრულს თვითონ ამექნება, რომ გამოიწეროთ ეზოგრაფის გვერდი. წარმატებები.